მოგესალმებით, მეგობრებო, მე ვარ ვალერი გველუკაშვილი, თქვენ უყურებთ არს ქართული ამერიკა. დღეს მინდა მორიგი თემით და საკითხით შემოგიერთდეთ. გაგიზიარეთ ჩემას და დღეს მოდი ვისაუბროთ იმედ გაცრუებულ ემიგრანტ ქართველებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოსვლის შემდეგ. დავიწყეთ. თქვენი საიმედო პარტნიორი საიმიგრაციო საკითხებში. გველუკაშვილი და კომპანია. დაგვიკავშირდეთ. ფაქტიურად უკდავი თემა არის, როდესაც ადამიანი კონკრეტულად კი საქართველოსდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში ჩამოდის. გვიზიარებენ ხოლმე ჩვენს აქ ამერიკაშიც, საქართველოში დარჩენილ თავის ნათესავებს მეგობრებს, ახლობლებს და ასე შემდეგ თავის გარშემო მყოფ ადამიანებს და ძალიან დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში ჩემამდე ესე მოდის ხოლმე, რომ ძალიან იმედგაცრუებულები არიან, ამიტომ მოლოდინები ქონათ ერთი, შედეგი დაიდო მეორე და რაღაცა მესამეს აწვევიან, ეგრე რო ვთქვათ რა. პირველ რიგში, უფრო დავაკონკრეტო რა ტიპის იმედგაცრუება არის. მაგალითად, ადამიანი, რომელიც უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაშია წამოსული, დაახლოებით 2-3 წელი უფრო მეტ მოლოდინებით მოდიოდა, უფრო მეც ელოდებოდა ამ ქვეყნისგან და თავის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფინანსურ მდგომარეობას და შემდეგ უკვე თავის, რა ვიცი, ყოფა, სტატუსს, რაც რისთვისაც მოდის აქ ადამიანი. და ძალიან დიდი ნაწილი, დიდი მასა ამ ადამიანების იმედგაცრუებას გამოხატავენ იმ მიმართულებით, რომ აი ამ პერიოდში, რაც ეს დრო გავატარე, ერთ-ერთ მაგალითს ვიტყვი და ამაზე, ამ მიმართულებით მიდის, ბევრს მუშაობ, რაღაცა შოულობ, მაგრამ მაინც მიწევს ბევრი მუშაობა, ნაკლები დასვენება და რაღაცნაირად სტრესულ გარემოში არიან და არ არიან მაყოფილები, არ არიან მაგალითად ბედნიერები და ასე შემდეგ. ამიტომ მე მინდოდა ამ თემაზე ჩემი გამოცდილება გაგეზიარებინათ, რა თქმა უნდა, ეხლა რასაც ვიტყვი, ეს არის სუბიექტური აზრი, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, რაღაც მოგონილ არაფერს არ მოგიყვებით. პირველ რიგში, ჩემი გადმოსახედიდან ერთ-ერთი პირველი შეცდომა, სადაც არის დაშვებული, ეს არის ამერიკაში ჩამოსვლამდე დრო. ამერიკაში ჩამოსვლამდე, როდესაც ადამიანი გეგმებს ახავს და მე უკვე ამერიკაში ჩამოდის, ცოტა ისი არ მიდის, როგორც გეგმავდნენ და რატო არის ეს შეცდომა? იმიტომ რომ საქართველოში ძალიან დიდი ნაწილი ადამიანების, ვისაც შეხება არ აქვს დასავლურ ქვეყნებთან და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატების მიმართულებით რაიმე ტიპის გამოცდილება, ყოველთვის უფრო იმაზე მეტი გონია, რომ არის ნებისმიერ საკითხში, ვიდრე ზოგადად არის. წარმოსახვაში ძალიან ბევრი ადამიანს აქვს ისეთი მიდგომა შეერთებულ შტატებში, რომ ყველაფერი იდეალურად არის, მედიცინა იდეალური არის, მომსახურების სფერო იდეალურია, შემოსავალი იდეალურია, ყველაფერი იდეალურია, ცოტა ულტრირებ რა თქმა უნდა, მაგრამ ესეთი მიმართულება არის რა და აქედან გამომდინარე ამაზე დაყრდნობით ადამიანები იმ მოლოდინით არიან, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი იმდენი ფეხი დაადგან, სამსახურების შემოთავაზება მოკლედ თავზე საყრელი იქნება და შემდეგ უკვე ამ სამსახურებიდან გამომუშავებული თანხით უკვე ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება ჩამოუყალიბდეთ, იყოს აი ნეტა სად დახარჯონ ეს თანხა. ამდენი ფული სად წაიღონ. რა თქმა უნდა, ეს არ არის ეს სწორი და შესაბამისად არასწორი მოლოდინი. როდესაც ესეთი მოლოდინით ადამიანი ჩამოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა რეალობა ხდება, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებას გამოიწვევს ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე თვითონვე იქმნის პრობლემებს, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ განწყობა აქ ეგეთი ადამიანი შემუშავებული და ეს განწყობა, რა თქმა უნდა, რადიკალურად იცვლება. ამიტომ პირველი შეცდომა ჩემი გადმოსახედიდან არის ეს, უფრო ადეკვატური და რეალური მოლოდინები უნდა დასახოს ადამიანმა, როდესაც ემიგრაციაში მიდის ნებისმიერ ქვეყანაში გინდა წავიდეს არ აქვს მაინც და მაინც აუცილებლად ამერიკის შეერთებულ შტატებზე არ ვრცელდება მარტო ეს. აქედან გამომდინარე, მეორე საკითხი არის უკვე ესეთი ადამიანები, ვინც 2-3 წელი ცხოვრობენ ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, ბევრ სამუშაო ეტაპებს გადიან, ბევრ საათებს მუშაობენ და რაღაცნაირად ჯერჯერობით რაღაც ოქროს კოშკები ვერ ააგეს და შესაბამისად არიან უკმაყოფილოები. ესეთ ადამიანებს ლირიული შეკითხვა მინდა დაგისვათ, აბა რას ელოდებოდით, რომ ჩამოხვიდოდით 2-3 წელიწადში გექნებოდათ აბსოლუტურად ის ყველაფერი, რაზეც კი ოდესმე გიოცნებიათ. თეორიულად შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა უფრო პრაქტიკაში
რეალისტები უნდა ვიყოთ და უნდა გავსაზღვროთ ცოტა ისეთი ადეკვატური დროები და ადეკვატური გეგმა უნდა დაიდოს. Რა თქმა უნდა, შეუძლებელია 2-3 წელიწადში თუ ადამიანს რა თქმა უნდა ძალიან დაბალი მოთხოვნილებები არ აქვს, რომ ის ყველაფერი შეასრულოს, რაც კი მის აზროვნებაში არის, მის გეგმებში არის, მის ოცნებებში არის. არც ერთი ქვეყანა სამწუხაროდ არ იძლევა იმის საშუალებას, რომ თქვენ უბრალოდ ემიგრირება მოახდინოთ და აუცილებლად რაღაცა პერიოდში დროის მონაკვეთისა თქვენ მიაღწევთ რაღაცა უდიდეს მწვერვალებს. ადამიანი, როდესაც ჩამოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ იმ ქვეყნებისგან განსხვავებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოდი საქართველოზე ვისაუბროთ. პირველ რიგში რატო უნდება ამერიკაში ჩამოსვლა ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ემიგრირება ძირითად მასას საქართველოსთან? ეს არის ფინანსური დაინტერესება. შემდეგ უკვე მოდის ცხოვრების წესი, ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ ასპექტზე შეიძლება გავიდეს, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობით ჭარბობს იმ ადამიანების კატეგორია, ვისაც ფინანსური სიტუხჭირე უნდა რომ დაძლიოს და მიაღწიოს რაიმე ტიპის ფინანსურ წარმატებას. როდესაც ესეთი ადამიანი ჩამოდის, ჩემი გადმოსახედიდან სწორი მიზანი უნდა დასახოს არა ის, რომ რაღაცა კონკრეტული თქვათ დროის პერიოდი დაიდოს მიზნად და იმ დროის პერიოდში თუ რაღაცა ვერ მიაღწია მწვერვალებს უკვე ჩავარდნა, არა. უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ, ამერიკის შეერთებული შტატები არამც და არამც არანაირად იდეალური არ არის, არანაირი მიმართულებით, აბსოლუტურად არანაირი მიმართულებით იდეალური არ არის. არც მეცნიერებაში, არც მედიცინაში, არც ადამიანის უფლებებში და ასე შემდეგ. შედარებითია ყველაფერი, შესაბამისად გააჩნია რას და ვის და როგორ შევადარებთ, შესაბამისად რაღაცებს და ვიღაცებზე უკეთესი არის, მაგრამ იდეალურისგან ძალიან შორს არის. აქედან გამომდინარე, ერთადერთი რაც უნდა გავიაზროთ, იმის გამო, რომ ძირითადად ხოლმე ამ ქვეყანაში ეკონომიურად საკმაოდ ძლიერი მდგომარეობა არის, ძლიერი ეკონომიკის მატარებელი ქვეყანა არის, შესაბამისად სამუშაოებიც იმაზე მეტი არის, ვიდრე მაგალითად საქართველოზე ავიღებთ. ხო, საქართველოში შეიძლება იყოს რაღაცა ტიპის სამუშაოები და იგივე ტიპის სამუშაოებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება ადამიანმა უფრო მეტი გამოიმუშაოს და შედარებაც არ არის რაოდენობრივადაც გაცილებით ბევრი სამსახური შეიძლება იშოვებოდეს საქართველოსთან განსხვავებით. აქედან გამომდინარე შესაძლებლობის ქვეყანას რომ ეძახიან ზოგადად ხო მიღებული არის ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლებლობის ქვეყანა. რატო ეძახიან შესაძლებლობის ქვეყანას? არა იმიტომ რომ 100% ჩამოსული ადამიანების 100% რაღაცა განსაკუთრებულ მწვერვალს მიაღწევს და მილიონერები და მილიარდელები გახდებიან და კარდაშიანის ცხოვრებით იცხოვრებენ, ან ბილ გეიტსის რაღაცა კლონები იქნება, ან ილონ მასკივით გაფრინდებიან, არა. შესაძლებლობის ქვეყანას იმიტომ ეძახიან, რომ ფაქტიურად შეზღუდვა თითქმის არ არსებობს, თუ ადამიანის შესაძლებლობა იძლევა განვითარების ხელშეწყობა არის ამ ქვეყნისგან, როგორც მცირე ბიზნესის მიმართულებით, როგორც ადამიანის დაცვის უფლებების მიმართულებით და როგორც დიდი მარკეტის, დიდი ბაზრის მქონე შესაძლებლობაში, როდესაც ბიზნეს მიმართულებით მედიხარ და რაც თავარია სამსახურები გაცილებით მეტი არის. შესაძლებლობა გეძლევათ, რომ მაგალითად, როდესაც ჩამოხვალთ პირველივე კვირებში, დღეებში, თვეებში, უკვე შეძლოთ დასაქმება, განსაკუთრებით იმ ადამიანებს მაქვს საუბარი, ვისაც მუშაობის უფლების რაიმე ტიპის მიმართულებით შეუძლია მოიპოვოს, ანუ საბუთები აქვს და არალეგალი არ არის, ამ ადამიანს ფაქტიურად ყველაფერი წინ აქვს, შესაძლებლობები ძალიან დიდი. გამოიყენებ თუ არა შესაძლებლობებს, ან რამდენად გამოიყენებ, ეს ხო არავის და არაფრის ბრალი არ არის სხვის. მაგალითად, მე თუ მომეცა შესაძლებლობა, რომ მაგალითად გადავახტე 2 მეტრიან მაგალითად მომდინარე მდინარეს და იქით ამ ხარეს რაღაცა დიდი ბედნიერება მელოდება, მაგრამ მე გადავხტი და ვერ გადავახტი. მე თუ შევძელი და გადავახტი იმ 2 მეტრიან კალაპოს და მოიპოვე ბედნიერება, ხო ესე იგი მე შესაძლებლობა მომეცა, მაგრამ თუ გადავხტი და ვერ გადავახტი ამ 2 მეტრიან კალაპოს, ეს შესაძლებლობას ავტომატურად ხო არ მართმევს, ანუ მქონდა შესაძლებლობა და ვერ გამოიყენე ხარ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა თქმა უნდა უაზრო მაგალითი მოიყვანე, უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის, იმიტომ ვერ გადავახტი, რომ ფიზიკურად შესაძლებლობა მაგისი არ მქონდა, ან არასაკმარისად კარგ ფორმაში ვიყავი, ან რაღაცა არასაკმარისად კარგი ფეხსაცმელი მეცვა და ამავდროულად ცხოვრებაშიც ხშირად ესე ხდება ხოლმე. ცხოვრება იძლევა შესაძლებლობებს სხვადასხვა მიმართულებით და ადამიანები ხან იყენებენ, ხან ვერ იყენებენ, მაგრამ ეს იმას ანიშნავს, რომ შესაძლებლობები არ ჩნდება. ამერიკის შეერთებული შტატებიც მაგით არის გამორჩეული. უფრო მეტი შესაძლებლობები ჩნდება როგორც წესი ვიდრე სხვა ქვეყნებში და რამდენად გამოიყენებს ადამიანი ამ შესაძლებლობებს,
ეს უკვე მეორე საკითხი არის. მოლოდინები და წარმატების მიღწევა ძალიან ინდივიდუალურია. საკუთარ თავზე გამოცდილებითაც მოდი უცებ ორი სიტყვით მოგიყვები და ასევე ჩემს გარშემო არსებული ადამიანებს, ვისაც ვიცნობ, ადამიანები, როდესაც ჩამოდიან და ჩამოვიდნენ უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში საიმიგრაციო მიმართულებით, ვიცნობ, პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომელიც 2 წელიწადს, 3 წელიწადს საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგანან. ეს ადამიანები უძრავ ქონებას ფლობენ, გარკვეული ტიპის ბიზნესს აწარმოებენ, საკმაოდ ნორმალური შემოსავალიც აქვს და ძალიან კარგ გზას ადგარან, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ იგივენაირად მაგალითად სხვა ადამიანი ჩამოდის და 3 წლის თავზე ჩვეულებრივი საშუალოზე დაბალი ან საშუალო შემოსავალი აქვს, რაოდენობის შემოსავალი და თვიდან თვემდე ცხოვრობს ხელფასით და ის ხელფასი რო ჩავარდეს შეიძლება გაუჭირდეს და ვეღარ გაიტანოს თავი. ორივე ხო 3 წლით არის ჩამოსული, მაგრამ უნდა გავიაზროთ, ადამიანების უნარებზეც არის აქ დამოკიდებული, ხო? ადამიანი ჩამოდის, იცის ინგლისური ენა, გარკვეული ტიპის პროფესიას ფლობს, ან გარკვეული ტიპის უნარებზე დაყრდნობით რაღაც ბიზნეს შეხედულებები და განვითარებული გონება აქვს ამ მიმართულებით და აქედან გამომდინარე ქვეყანას ხო ვერ დავადანაშაულებთ, ხო, მაინც და მაინც მაგალითად კაკომ რატომ მიაღწია დიდ წარმატებას იმ მოკლე პერიოდში, რაც ჩამოვიდა და გელამ ვერ მიაღწია. დავაბრალოთ ქვეყანას, არასწორი იქნება. აქედან გამომდინარე, ზუსტად იგივენაირად ხდება ადამიანი, როდესაც ჩამოდის, თუმცა რეალური მიზნები რო დავსახოთ, რეალური დროები უნდა გავიაზროთ. მოდი ჩემ მაგალითზე გეტყვით, 3 წლის ჩამოსული რო ვიყავი, აი რა მქონდა, ხო? ფაქტიურად არაფერი. საშუალო შემოსავალი შეიძლება იყოს, მანქანა არ მყავდა, არაფერი ქონებას მე აქ ამერიკის შეერთებულ შტატებში არაფერს არ ვფლობდი. არაფერი არ მქონდა, ხო? 2014 წელს ჩამოვედი, 3 წლის თავზე, არაფერი არ მქონდა რა. პირველად შევძელი რაღაცა მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთება, როდესაც 2019 წელს გადავაბიჯე, 2019 წელს, როდესაც გადავაბიჯე, შევძელი პირველი უძრავი ქონების ყიდვა, ისაც რის ხარჯზე? რა თქმა უნდა, ბევრი შრომის ხარჯზე, რა თქმა უნდა, განვითარების ფონზე, ასევე შესაბამისი ნორმალური პროფესიაც აღმომაშთა, როდესაც ჩამოვედი და ეს გაომადგა და ასევე ქორწინებაში ვიყავი უკვე შესული და ერთი ადამიანია კი არა, ორი ადამიანი უკვე მუშაობდით იმ საკითხზე, რომ ჩვენ რაღაცა შეგვექნა და აქედან გამომდინარე, გამოდის რომ 2019 წელი იყო, 2017 წელს პირველად ვიყიდე მანქანა. ადამიანები, როდესაც ჩამოდიან პირველ 2000 რამოდენიმე წელი კი არა, 2-3 თვეში უკვე მანქანა გამოყავთ ხოლმე სესხით. მეც ახლა როგორ ვიყიდე, ხო, იგივე როგორც მასიურად ადამიანები ამერიკის შეერთებულ შტატებში ყიდულობენ რაიმე ტიპის მოძრავ ქონებას. შევძელი სესხით მანქანის გამოყვანა. აქედან გამომდინარე, მე არ ვფიქრობ, რომ რაღაცა ძალიან ცოტა დრო დამჭირდა რაღაცის მისაღწევად, ხო? თუ კიდევ ვიძახე, ვისთვის რა არის მიღწევა, ხო? იგივენაირად უძრავი ქონების შეძენაც, როდესაც მოხერხდა, ესაც რა თქმა უნდა ბანკის დახმარებით მოხდა და შესაბამისად ესე ვითარდება. დღესდღეობით გაცილებით მეტ ქონებას ვფლობ, ვიდრე მაგალითად რამოდენიმე წლის წინ იყო. უფრო მეტად და უკეთესად მაქვს გააზრებული ჩემი ფინანსური გეგმა, შესაბამის ინვესტიციებს ვაკეთებ, მოძრავი და უძრავი ქონებაც შეიმჩნევა და შესაბამისად უფრო განვითარებისკენ მიდის ჩემი ცხოვრება 12 წლის თავზე, ხო? აქედან გამომდინარე, ახლა ვიღაცა რო ჩამოდის და მაგალითად იტყვის, რომ 2 წელიწადში იგივე შედეგის მიღწევა უნდა, რაც პირობითად მე დამჭირდა 12 წელიწადში, მე პირადად არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ამ ყველაფრის მიმართ, მაგრამ უფრო რეალისტები რო ვიყო და ადეკვატურად რო იაზროვნოს, გაჭირდება იგივე შედეგი დადოს ადამიანმა უცხო ქვეყანაში ემიგრირების დროს, რაც მაგალითად ადამიანი დადებდა და ადამიანმა დადო 12, 14, 15, 17, 20 წელიწადში და იგივე რო 2 წელიწადში უნდა გამონაკლისები არის, რამდენიც გინდა, მაგრამ ის რაოდენობაც არ არის სტატისტიკურად ძალიან პოზიტივში გადავიდეს, ანუ დიდი რაოდენობა იყოს უფრო მეტი ვიდრე ნაკლები. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი მოკრძალებული რჩევა იქნებოდა ამ საკითხზე მუშაობა დაიწყეთ საქართველოში, საქართველოსთან წამოსვლამდე, სწორი მოლოდინები დასახეთ, როდესაც ჩამოხვალთ, ოპტიმისტურად იყავით განწყობილი და აუცილებლად თქვენი გეგმა გქონდეთ. სირთულეების გავლა ხო არ არის ამაში არაფერი ახალი, ყველა გადის, თითქმის ყველა გადის სირთულეებს და ამ სირთულეებში იქნება უსიამოვნო ფაქტიც, იქნება ჩავარდნებიც, იქნება, რა ვიცი, უძილო ღამეებიც სავარაუდოდ,
მაგრამ ადამიანმა უნდა გაიაზროს, რატო აკეთებს ამას, რა ელოდება წინ და მუშაობს თუ არა აქტიურად იმ საკითხზე, რომ ზუსტად იმ შედეგებამდე მივიდეს, რა შედეგებისთვისაც იბრძვის. შემდეგ უკვე ხო ვიღაცას 12 წელი კი არ დაჭირდება, როგორც მე დამჭირდა რაღაცა, რომ შემექმნა ამ ქვეყანაში კომფორტულად მეგზნო თავი. ვიღაცას დაჭირდება 4 წელიწადი, შეიძლება 3 წელიწადი, შეიძლება 5 წელიწადი. არის ვიღაცები მაგალითად იგივე დონემდე რომ მივიდეს, დაჭირდეს 25 წელიწადი, რა ვიცი, ამაზეა დამოკიდებული, ინდივიდუალური, აბსოლუტურად. ყველაფერი ადამიანის შეძლებლობებიც და იმ შანსის გამოყენების წარმატებულობაც, რა შანსიც მიეცემა ცხოვრებაში. არ ჩამოყაროთ ყურები იმ ადამიანებმა, ვინც უკვე აქ ჩამოსულები ხარ და 1, 2, 3 წელი ცხოვრობთ, ან გინაც 4, გინაც 5 წელი და მაინც და მაინც წვევალებს ვერ ეთამაშებით, არც პირველი ხარ თქვენ, არც ბოლო იქნებით თქვენ და არც ამაში არაფერი მიუღებელი არ არის და არც ამაში არაფერი ისეთი განსაკუთრებული წარუმატებლობა არ არის. თავარია იცოდეთ რას აკეთებთ, რა გზით მიდიხართ, რისი მიღწევა გინდათ და არასოდეს არ დანებდეთ, რა თქმა უნდა, თუ ლეგალურად აკეთებთ საქმეს და თუ რა თქმა უნდა სწორ გზას ადგახართ. ყველას გისურვებთ წარმატებას და ბევრ წარმატებას, იმდენ წარმატებას, რომ თქვენ თვითონ მე როგორც თავიდან ვიდეო დავიწყე, გინდაც ფინანსური მხარე, აი დაბნეულები იყოთ ნეტა რაში დავხარჯო ამდენი ფული, აი მაგის მეტი პრობლემები არ აქვს. თქვენ უყურებთ თავს ქართული ამერიკა, მე ვარ ვალერი გოლუკაშვილი და ყველას გისურვებთ, რაც უკვე გისურვებთ. აბა კარგად.